გამარჯობა თქვენ უყურებთ რეალურ აქცენტებს ნინო ხაჭიძესთან ერთად ჩვენ ერთმანეთს ხვდებით ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს 14 საათსა და 10 წუთზე რადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში თქვენ ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ Georgian Times-ის Facebook-ის გვერდზე YouTube-ის სახლზე ბუნებრივია გვისმინოთ რადიო სიხშირეზე FM 92-სა და 3-ზე დღეს გაცემის სტუმარი გახლავთ სოსო მანჯავიძე ძალიან დიდი მადლობა ბატონ სოსო მოგზანდი და მონახეთ დრო ესე იგი დონალდ ტრამპი წარდგა კონგრესის წინაშე მან ისაუბრა გადაწყვეტილებების შესახებ რომელიც მიიღო ქვეყნის შიგნით თუმცა ახლა ქვეყნის შიგნით ჩვენთვის ნაკლებად საინტერესო კი არის საინტერესო მაგრამ ნუ ამერიკელები რაღაცნაირად თავად გაარკვევენ მაგრამ ქვეყნის გარეთ რაც შეეხება გადაწყვეტილებას ყველაზე ჩემი ერთ-ერთი საკვანძო მაინც არის რომ 90 დღის განმავლობაში შეაჩერა ყველა ტიპის საგარეო დახმარება მათ შორის უკრაინისადმის და გზაში მყოფი დახმარებაც კი გაყინა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი აქედან გამომდინარე უკაცრავად აქედან გამომდინარე ხა გასაგებია რომ ეს აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია ამერიკის შეერთებული შტატების მისი ადმინისტრაციის ახალი პრეზიდენტის ვის დაეხმარება და ვის არ დაეხმარება მაგრამ ფაქტია რომ ამერიკული დახმარების გარეშე უკრაინა ვერ იომებს რუსეთის წინააღმდეგ და ისიც ფაქტია რომ 2008 წელს პირდაპირ ვილაპარაკოთ 2008 წელსაც რუსეთ-საქართველოს ომიც ეს იყო გეოპოლიტიკური ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატები რა თქმა უნდა ეს შეფუთული იყო ჩვენ დამოუკიდებლობის დემოკრატია გასაგებია ასე იფუთება ხოლმე პოლიტიკა ჩვენ გვჯერა გულუბრყვილოთ არაფერი არ იფუთება და პირველადი ეს არის ჩვენი ადამიანების ერების ხალხების ასწრაფვა თავისუფლებისგან დამოუკიდებლობისგან და სამოთხისებური იდილიისგან სინამდვილეში ცოტა სხვაგვარად არის საქმე და ფაქტია რომ უკრაინა ვერ იომებს ამერიკული დახმარების გარეშე და ჩვენ ახლა ობიექტურები რომ ვიღეთ ასეთი ვითარება გარეგნულად და თვალსაჩინოდ რუსეთის ფედერაცია დაესხა თავს უკრაინას და ეს არის ფაქტი რა ფაქტსაც ვერ უარყოფ მაგრამ ცხოვრება არ არის შავთეთრი მithumetes ეს პოლიტიკა არ არის შავთეთრი და შავთეთი აზროვნება ყოველთვის მეტყოლებს იმაზე რომ ადამიანს და პოლიტიკოს და სახელმწიფოს აქვს ძალიან შეზღუდული ვიწრო ბავშვური ინფანტილური და განუვითარებელი აზროვნება ეს ჩემი აზრი არის ეს საყოველთაოდ მიღებული აზრია მეცნიერულად დადასტურებული ანუ ამერიკის ერთი ადმინისტრაციის ინტერესებისგან გამომდინარე დაიწყო ეს რუსეთ-უკრაინის ომი და შემდეგ ახლა მოვიდა მეორე ადმინისტრაცია თუმცა მან გადაწყვეტა რომ ეს რუსეთ-უკრაინის ომი აღარ სჭირდება და ამიტომ შეაჩერებს დახმარებას და ეს ომი გაჩერდება ანუ რა გამოდის ხო ადამიანის და სახელმწიფოს ბედის თამაში მე მესმის რომ უპირველესად უკრაინის ხელისუფლების და უკრაინის მოსახლეობის პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე რაც დამართებს მაგრამ ყველა მხარე ჩვენ აი შავთეთრობიდან უნდა გავიდეთ ამაზე ვთქვით. მე ამ შემთხვევაში მაინტერესებს რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ, იმიტომ რომ ადრე ცოტა შეფუთული იყო ასეთი რაღაცები, ასეთი გეოპოლიტიკური დაპირისპირებები და ეხლა არის ძალიან აშკარა. მაშინ ვაწვდიდი, ეხლა აღარ ვაწვდი. ეს რატომ გახდა რომ მოსულა უკვე საერთაშორისო პოლიტიკა, ჩვენ რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ აქედან? მოგესალმები ჩვენ მაყურებელს, მსმენელს. გაკვეთილი უნდა გამოვიტანო ის რომ უნდა გამოვიტანო ისეთი და იმგვარი რომ არ უნდა გახდეს სათამაშო დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ხელში. უნდა მიისწრაფოდე აქეთკენ ახლა ის მისწრაფება ამისკენ რას გულისხმობს? გულისხმობს იმას რომ საზოგადოებრივი აზრი ქვეყანაში მომზადებული უნდა იყოს სათანადოდ და განათლების დონეც უნდა იყოს სათანადოდ რომ გაიაზროს ის სირთულეები რომელიც გლობალურ პოლიტიკაში არსებობს და რომ გლობალური პოლიტიკა და ზოგადად პოლიტიკა ძალიან რთული რამ არის ცხონებული აინშტაინი ამბობდა მაგალითად ბოლოს ინტერვიუ იყო რომ როდესაც კითხეს მას ერთ-ერთ პოლიტიკურ საკითხი კითხვა დაუსვეს მან თქვა რომ მე არა ვარ საკმაოდ კომპეტენტური ამ სფეროში ვინაიდან მეცნიერება პოლიტიკა გაცილებით რთულია ვიდრე მეცნიერება ფიზიკა ანუ აქ პრობლემასთან გვაქვს საქმე როგორც წესი პოლიტიკური ტერმინები იმის გამო რომ დაუშვათ პოლიტიკოსებს საქმე აქვს ხალხთან ადამიანებთან და დამოკიდებული არიან არჩევნების შედეგებზე ჩვეულებრივ მას არ აქვს სპეციალური ტერმინოლოგია განსხვავებით მაგალითად მათემატიკისგან ფიზიკისგან ახლა იგივე დაუშვათ ბიოლოგიისგან ან სხვა გენეტიკისგან სხვა მეცნიერებისგან რომელიც გულისხმობენ სპეციალური ტერმინების არსებობას და ამის ცოდნას ხო პოლიტიკაში როგორც წესი ეს არ არის
პირიქით პოლიტიკოსები ცდილობენ მაქსიმალურად დაუახლოვდნენ დაუშვათ ადამიანების ჩვეულებრივ საყოველთაო ენას. ანუ ისინი კი არ აკაჩონ, მაგრამ თვითონ ჩამოვიდეს და აქედან გამომდინარე ეს განსხვავება რეალურ პოლიტიკასა, რაც ხდება სინამდვილეში და ეს ძალიან რთული და იმ ვერსიას შორის რომელიც დაუშვათ წარედგინება საზოგადოებას არის ძალიან დიდი და შესაბამისად ეს ქმნის დიდ ტყუილს ასევე. და ამაში სრუმოლოდინებს დიდ ტყუილს რომელშიც არის გახვეული და უშუალოდ მთელი კაცობრიობა ხშირ შემთხვევაში. ამ საფრთხეზე მეუთითებდა ისეთი დიდი ფილოსოფოსი როგორც იყო პლატონი, რომლის შესახებაც ერთ-ერთი ასევე დიდი ფილოსოფოსი ამბობდა, რომ პლატონი არის ციგნის და ჩვენ ვართ სკოლიოებიო. ყველანი დანარჩენი ფილოსოფოსები. ხო და სწორედ ამაზე მეუთითებდა ის თავის სახელმწიფოში და პლატონის და სხვა შორის არისტოტელეს მისი მოსწავლე. რომ აი ეს დემოკრატია დონეს ოხლოკრატიაში გადადის საბოლოო ჯამში. ანუ თამაში, ანუ ერთის მხრივ манипуляციები და მეორეს მხრივ დაუშვათ ინსტინქტების ახალისება, ქვენა ინსტინქტების ახალისება. და ყველაზე შიშლად ეს აქ მაკიავოს. ისეთ ყველაზე უტიფარ ტყუილს დაპირდი, იმიტომ რომ იფიქრებს რომ ასეთ რამეს როგორ მომატყუებს სასწაულია. კი ბატონო. იმას შიშლად აქვს მოწმობა. კი ბატონო, და ეს ამას უძახიან შეცდომით პოლიტიკას. ზოგადად პოლიტიკა და პოლიტიკოსის ამ ეტიმოლოგია როგორია? ანუ პოლისის მართვის ხელოვნებაა, ხო? ხა პოლისის მართვის ხელოვნება რა არის? შეიძლება პოლისი იმართებოდეს ორგვარად, ეს ძველი ბერძნული ტერმინი. კი ბატონო, მე ვიცი. ხო, ანუ იმგვარად რომ დაუშვათ ხრემატოს ქვია, ხრემატისტიკა ქვია დაუშვათ გააღვივოს ვნებები, განსაკუთრებით სიხარბის, ანუ ეკონომოს, ანუ სახლის მართვა, ანუ ესე ვთქვათ მართვა პოლისის საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. აი ესეა. ახლა პოლიტიკური მოღვაწე ეს არის ვინც საერთო ინტერესზე ფიქრობს და პოლიტიკოსი არის დაუშვათ პოლიტიკოსი კი არა, ამ გაგებად როგორც გვესმის ჩვენ ახლა, ხო? ეს არის გარკვეული ჯგუფის ინტერესი. თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ რო თქვა პარტიები დაღუპავენ საქართველოსო, ამ გაგებით თქვა მან, იმიტომ რომ კერძო ინტერესები და იდეოლოგიზირებული ინტერესებს გულისხმობდა. ახლა რაც შეეხება ტრამპის 90-იან გეგმას და 90-იან შეჩერებას და ეს ერთგვარი პოლიტგზავნილიც იქნებოდა ალბათ რუსეთისადმი, ჩინეთისადმი ეს მართლობა ეს და შეიცავს და ამ კუთხითაც მინდა რომ ეს განვიხილოთ რა უთხრა ამით მათ. ტრამპი პოზიციონირებს როგორც ამერიკის ზესახელმწიფოს მესვეური, მოდი ასე ვთქვათ, სახელმწიფო მოღვაწე. ამას დახრა და იმას ჩამოხჭება. ის პოზიციონირებს როგორც დიდი ამერიკელი დამფუძნებელი მამების მემკვიდრე. და ასეც ამბობს ის. და ასეც წარმოვიდგინეთ თუ დააკვირდებით, აუცილებლად ახსენებს დაუშვათ. რომელიმეს? ან მაკინლი ახსენა დაუშვათ, ჯორჯ ვაშინგტონი ახსენა, სულ თავის გამოსვლებში სულ ამას ახსენებს და ასე ვთქვათ ამ დონეზე ცდილობს იყოს და ის ამბობს განიხილავს ამერიკას როგორც იდეალს, იმ ამერიკას რომელსაც great again ანუ ხელახლა უნდა შექმნას, განიხილავს იდეალს და ასეთიც იყო ამერიკა ამერიკელებისთვის. ამ იდეით ამერიკის საოცარი სახელმწიფო იყო ის. ხო, არა, ამ იდეით იქმნებოდა რომ ეს არის ახალი ისრაელი. ანუ ეს არის ქვეყანა, რომელზეც უნდა სწორება კონდეს თელდანარჩენ სამყაროს. ეს არის ნათელი სასახლე გორაგზე, რომელსაც ყველა უყურებს. აი ამ ეთაყვანება. ამერიკა შეიქმნა როგორც პროტესტანტული გადასახლება ამერიკაში, ეს როდესაც დამარცხდა კრომველის, ანუ ეს რევოლუცია დამარცხდა მონარქიზმის წინააღმდეგ. გახსოვთ ის ჩარლზ მოკვეთეს თავი და შემდეგ 20 წლიანი მმართველობა ჰქონდა პირველ კონსულ მას რა ქვია კრომველს და შემდეგ აღდგა მონარქია. ეს მთელი პროტესტანტები, იგივე კალვინისტები
თავიანთი შრომის ეთიკითა და პროტესტანტული ეთიკით უბრალოდ გადასახდნენ ამერიკაში და დაიწყო აი ამერიკული ესე ვთქვათ white anglo-saxon protestant ანუ ვასპების ის მე ამბოხე ხო ჩვენთან კი არა ზოგადად თითქოს მიღებული აზრი რომ ამერიკაში ეს დამნაშავეები და ეს არის მე ამბოხებ და ხოდა ახალი სისულელეები ესენი წავიდნენ და იქ აი Mayflower-ით როცა მიდიოდნენ საინტერესოა სხვათა შორის ვისაც აინტერესებს ამერიკის ისტორია აი Mayflower-ზე რომ მიცურავდნენ ატლანტიკის ოკეანეს გადალახვის პროცესში რაზე საუბრობდნენ ეს პირველი ამერიკელი მოახალშენეები ესე ვთქვათ სხვა შორის ბუშები Mayflower-ში იჯდნენ და ის საინტერესოა წარმომავლობა როგორი იყო რა იყო და ასე შემდეგ ძალიან ბევრი დოკუმენტი არსებობს და ძალიან საინტერესო გენეტიკური ესე ვთქვათ ხაზებია იქიდან ხო პოლიტიკურ გენეტიკურ დავარქვათ ხო ამიტომ ახლა ეს რას ვამბობ ახლა ამით მე რომ ტრამპის ეს ასე ვთქვათ იზოლაციონიზმი ერთგვარი ხო და ამერიკაში ყველაფრის გადმოტანის სურვილი სწორედ აი ამას ვადისას ქონდა ეს ამას ეფუძნება და იმიტომაც არის ესეთი ენთუზიაზმი იქ ასე იმას ვინ არის მისი ელექტორატი ეს არის ტრადიციული მორწმუნე რომლის მოყვარე მეოჯახე ამერიკელები რომლებსაც აქვთ ამერიკული განსაკუთრებულობის განცდა და მათი იდეები ესეთი ამერიკული განსაკუთრებულობა რომელიც არ არის მაინცა და მაინც დაფუძნებული არც რასაზე არც რელიგიურობაზე დიდწილად არც წარმომავლობაზე ის ყველაფრის შემცველია ამის, მაგრამ განსაკუთრებული, იმიტომ რომ იმ ამერიკულ პოლიტიკური ნაცია არის განსაკუთრებული. ხო. ეს რაღაც ერთგვარი რელიგიური მაშიც გადადის. ეს ზუსტად კალვინიზმისგან მომდინარეობს. რატომ თუ არ გადავალ ძალიან იმას ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა თუ შეიძლება რეკლამის გამო მცირე ხნით შევწყოთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით და გავაგრძელოთ ამ ძალიან საინტერესო თემაზე საუბარი, დაგველოდეთ. გადაცემას ჩვენ სტუმართან ერთად და ძალიან საინტერესო თემაზე თუ შეიძლება ის გავშალოთ ის თემა. ხო, ახლა რა არის ეს რასთან არის დაკავშირებული ეს პროტესტანტული ეთიკა ვახსენე, ანუ ვინ არიან ეს რაზე აიგო ამერიკა? ამერიკა აიგო სწორედ ამ პროტესტანტულ ეთიკაზე და რა არის პროტესტანტული ეთიკა და რა არის ეს განსაკუთრებულობა, ხო? ეს კალვინიზმია. კალვინმა გამოიყვანა ესეთი ის ტანჯველი დილემა გადაწყვიტა ასე რომ აი დაუშვათ რატო იბადებიან ადამიანები სხვადასხვანაირად ხო ჩვენ ხო არა გვაქვს ქრისტიანებს ინკარნაციის და ასე შემდეგ ინდუსებს მაგალითად და სხვებს ხო და კონდათ ეგვიპტელებს თუმცა მანდ ხა ეს სხვა თემა მაგრამ იმიტომ რომ ქრისტიანულებს გარბას და ხო ეს სხვა თემა და ეს ტანჯველი დილემა რომ აი რატო არის რომ ადამიანებს საუშვათ აი ესეთი უთანაბრობა ან დაუშვათ რატო ხდება რომ ადამიანების დიდი ნაწილი იმ ეთიკური ნორმების მიხედვით განსაკაცირულია დასაღუპად დაუშვათ ხო ანუ ვერ ცხონდება ხო და მან ესეთი გამოიყვანა ესე ვთქვათ საიდანაც გამომდინარე ფორმულა საიდანაც გამომდინარეობს მთელი პროტესტანტული ეთიკა სხვათა შორის და ამერიკული წარმატება და ასე შემდეგ და ასე რომელიც დაკარგა ძირითადად თავის რელიგიური აზრი მაგრამ მაინც ესე მუშაობს ანუ ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა ჩვენთვის წარმოუდგენელი წინასწარ განსაზღვრულობით რომ ზოგიერთი ადამიანი ცხონდება ზოგი არა ხო ну, მაგრამ ასეა. ხო და ასე თუ აბსურდი ჩვენი მათემატიკალური გაგებით. ხო. შესაბამისად, მაგრამ ისინი, ვისაც აქვს შანსი გადარჩეს, ცხონდეს. უნდა დაამტკიცონ ეს რელიგიური ცხოვრებით, ანუ აბსოლუტურად ესე ვთქვათ უზადო რელიგიური ცხოვრებით. ასეთ ქრისტე ფარისეულობას. ხო, ну, ახლა კიდე ცალკე იმიტომაც არის ეს დაუშვათ იქ. ვართულებთ იმას. იმიტომაც არის აი ეს ხო გვახსოვს როგორ ჩაცმული როგორ დადიოდნენ არაფერი არ გამოჩვენ არაფერი არ უნდა შემთხვევაში არ უნდა დარღვეო და ოჯახი ეს ლოცვა პერფექციონიზმი კი ბატონო აბსოლუტურად ეს და ეს იყო ამაზე იყო აგებული ხო და პასტორი მაგალითად აკონტროლებდა იმასაც კი რამდენად სუფთა ქონდა ეზო დაუშვათ როგორ ეცვა
კონტროლი გარედან. არაფერზე აღარ ვლაპარაკობ და ეს მე მგონი ჩვენ გვინახავს ფილმებშიც და წაგვიკითხავს და ასე შემდეგ როგორ იყო ეს. ხო და ეს და წარმატება რას გულისხმობდა რომ თუ იქნებოდი წარმატებული მიწიერ ცხოვრებაში ოღონდ არ უნდა ეს ძალიან საინტერესო მომენტია რომ არ უნდა მიჯაჭვოდი ამ შენი შრომის ნაყოფებს და გეცხოვრა შენ ესე ვთქვათ ასკეტურად როგორ მოგრძალებულად გეცხოვრა და 10% როგორც მელქისედეკის სილი აუცილებლად უნდა არის ეს 10% გაღება 10% ქველმოქმედებაში და ეს ახლა ამიტომ ეს დიდი ქველმოქმედების ამბები რომ ამასთან დაკავშირებული ყველასთან გამი აი ახლა ტრამპი რომ ალბათ ნახეთ ტრამპის წინა კადენციაში და ახლაც როგორ რელიგიური მოღვაწეები ესე იგი ეს პროტესტანტების და სხვაებიც როგორ მასზე იმედებს ამყარებენ ხომ რატომ ამყარებენ იმედებს ის მიაჩნიათ აი ეს ბაიდენიზმი რა ვარქვათ ამას ხომ აი ეს ლიბერალიზმის ის კარიკატურულ სახე რაღაც ლიბერალ ტროცკიზმი და ვარქვათ რა ვიცი 1000 რაღაცა შეიძლება დაარქვა თავის 52 გენდერით ოჯახის სახელმწიფოს რელიგიის აი ყველაფრის წინააღმდეგი რო არის ვითომ რელიგიურობით ამ დროს რელიგიის საფუძვლების მორყევით და ასე შემდეგ ესენი მიიჩნევიან იქ როგორც ეშმაკის არმია ასეც მე ვიმეორებ იმათ ტერმინოლოგია ეშმაკის არმია და სწორედ ეშმაკის არმიას ებრძვის ესე იგი ტრამპიც ვენსიც აი მათ წარმოდგენაში აქ არ გულისხმობ რაც ხდება ეს პოლიტიკურად ახლა გადავიდეთ ამ 90 მორატორიუმზე ახლა მათ წარმოდგენაში და შეიძლება და ალბათ ამას უკავშირდება იგივე რუბიოს მიერ ჯურით გამოჩენა რა თქმა უნდა რუბიო ეს არ მომწონს რო არ მოგატყუოთ არა ეს ტრადიცია საქმე არ არის რა მე მესმის რომ ტრადიცია ის მონანიების ნის ჩვენ ვეუბნებით რომ პატიებას ვითხოვთ ერთმანეთს იქ ხო მონანიების ნიშანია ეგ და გამოვიდა იმ დღეს ესე უნდა იყოს და არ მოერიდა ის თავისი რწმენის ამ ატრიბუტის დემონსტრაციას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ანუ ეს სავსებით ნორმალურია ხო ეს წამყვანსაც გონდა ქალს კი ბატონო ხო ესეც უნდა აბრა დაემალათ არა მე არ ვამბობ რომ არა ხო იმათი თვალსაზრისით არის ეს რომ ეს რას ნიშნავს ეს ახლა დემოკრატების და მათი აქაური ეპიგონების აზრით ეს რაღაც წარმოუდგენელი ეს ძალიან არ მოეწონა რომან გოცირიძეს აი ესე ძნეობრივ კამერტონს ჩვენსაც როგორც რომანია ეს არ მოეწონა რაღაც პოსტი დაცხადია არა ნუ როგორ ახლა ეს როგორ შეიძლება გოიმურია იმიტომ კუპონი იყო ძალიან ისეთი ხო სასაცილოა ხო და მე რუბიომ სხვათა შორის პირველმა თქვა მაღალ დონის ამერიკელი მოღვაწეებიდან პოლიტიკური მოღვაწეებიდან რომ ეს არის პროქსი ომი ბოლო-ბოლო უნდა ვთქვათ რომ პროქსი ომიაო ორი ატომურ სახელმწიფოს შორისო უკრაინის ომიო რაც რა კარდინალურად ცulis ხომ ნარატივს აბსოლუტურად ცulis ახლა რეალურად ყველამ ვიცოდით რომ ეს პროქსი ომია ცხადე ახლა უკრაინა რომ მარტო არ ეომება რუსეთს ეს ხომ ყველამ ვიცით და გარდა ამისა რომ ეს გეოპოლიტიკური ის არის ბრძოლის შედეგია ხომ და იმ ინერციის შედეგია რომელიც არსებობდა დიდი ხნის წინ და ნუ ახლა ისიც ხო ვიცით რომ რა პირობები ჰქონდათ ამ შემთხვევაში წინა ადმინისტრაციას და ადმინისტრაციებს რომ მათ უნდათ უკრაინა ყველგამხდარიყო ამერიკული პროქსი ჩვეულებრივი რომელთა ბრინკენი პირდაპირ ეუბნებოდა რუს მაღალჩინოსნებს რომ ჩვენ დავაყენებთ იქ რაკეტებს ხო გეტყვით რამდენს დავაყენებთ ხო კარგია ნუ ახლა ასე მიაჩნდათ მათ და სრულიად მე ვიტყოდე რომ არ მგონია ეს ამერიკელების ინტერესში იყოს და ვინმეს ინტერესში ყოფილიყო რომ ეს ესე უნდა გაკეთებულიყო ნუ ამას არ შეიძლება არ მოყოლოდა და უშუალოდ ის რაც მოყვა და კიდე კარგია რომ ატომური ომი არ მოყვა მაგალითად ახლა იგივე 2012 წელს წიგში გეოპოლიტიკური ნარკვევები იქ გვიწერია ჩვენ მე დატომ თამას რომ ესე იგი იმ შემთხვევაში თუ ეს გადაგჭოჭება ტალასოკრატიის ესე იგი იმისკენ არ გაჩერდება აი უკრაინის მოხდება უკრაინა-რუსეთის ომი
და სამყარო შეიძლება დაიღუპოს თერმობირთულ ომში, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო უკვე. მეტი შეუძლებელი იყო და იმიტომ მოყვა ახლა დაუშვათ ის პასუხიც. იმიტომ რომ ეს უკვე ნიშნავდა განადგურებას, ანუ რუსეთის გადასვლას კოლონიურ ხო და ეხლა ჩვენ ეს არ უნდა ვთქვათ რომ ახლა რუსეთს კი არ გულშემატკივრობთ ან ვიღაცას ახლა აქ არის კანონზომიერებები და უნდა ვილაპარაკოთ ამ კანონზომიერებებზე და ამას მოყვა ის მიუნხენის სიტყვა და მე ამ 2008 წლის ომი, შემდეგ 14 წლის ეს გადატრიალება უკრაინაში და ბოლო-ბოლო მივიღეთ ის რაც მივიღეთ, ხო? ღვთისმსხალობით ეს ჯერჯერობით არ გადაიზარდა ატომურ ომში. ახლა ვისაც გონია რომ ამის საფრთხე არ არსებობს, იმან არაფერი არ იცის. ხოდაშიც აი მაკრონმა კიდევ მინდა აუცილებლად ვისაუბროთ 90 დღიან დაპაუზებაზე. მაკრონმა რომ თქვა რომ აი თავის საფრანგეთი თავის ბირთვულ იარაღს მოახმარს ევროკავშირის უსაფრთხოებას ძალიან საინტერესოა. ანუ რა თქვა? ახლა ამით საერთოდ მაკრონი როგორც წესი გამოირჩევა თვითონ საფრანგეთში ახლა მაკრონის რეიტინგი 18%. ეს ცნობისთვის. ის ცნობილია იმით, რომ დღეს ერთს რო იძახის, ხვალ აუცილებლად მეორე სიტყვის გასაოცარია. ძალიან გავს ჩვენს პრეზიდენტს ყოფილს, რომელიც ამჟამად ვივამეთშია. ანუ მისთვის სიტუაციური აზროვნება არის თავარი და სიტუაციურ პოლიტიკურ რეალობას მოარგებს ხოლმე თავის ამ განცხადებებს. ეხლა რეალურად რომ ვთქვათ, ნორმალურად მოაზროვნე და ბევრი ახლა საფრანგეთი რამენერად არ განიცდის ინტელექტუალების ნაკლებობას, ხო? ხო და ეს ფრანგი ინტელექტუალები არიან ძალიან გაღიზიანებული ამ და არა μόνο ვისაც ესმის რეალობა თუ ინტელექტუალი ამ შემთხვევაში რეალობა როგორია საფრანგეთში არის 57 ატომური ელექტროსადგური რომელიც გამოიმუშავებს ფაქტურად ლომის წილს საფრანგეთის ენერგეტიკისას ხო მომუშავე საფრანგეთის ტერიტორია ხო ვიცით არც თუ ისე დიდია და არის ერთ-ერთი ყველაზე მე ვგულისხმობ გლობალურია ჩინეთი, რუსეთი, შტატები ასეთი. და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა. ხა ერთი წუთი რომ წარმოვიდგინოთ დაიფაროს ღმერთმა ყველა ატომური ომი. საფრანგეთის ამბავი ცუდად ეს 47 ახლა წარმოვიდგინოთ ეს არის წარმოვიდგინოთ ერთი სარმატი ისეთ იმას მიაყენებს რა ქვია ზიანს რომ დაუშვათ იგივე რუსეთის 17 მილიონი კვადრატული კილომეტრი მერვედია დედამიწის თანაც გაცილებით დაცულია ის რა უშვათ ატომური ომისთვის საბჭოთა კავშირი და ის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ ამერიკელები ხო და აქედან გამომდინარე ეს თან დარჩენილია და რაც თავარია ახლა ანუ ეს გამოდის რომ ფაქტობრივად საფრანგეთის გაწირვაა ხო ასეთი რიტორიკა იმ საფრანგეთის რომელმაც გერმანელ ნაცისტებს დაუთმეს საფრანგეთი პარიზი იმიტომ რომ არ დაენგრიათ ამ მოტივით ანუ მე ვამბობ ისტორიულ გამოცდილებაზე რაც მათ პოლიტიკურ გამოცდილებაა კი ბატონო ახლა საფრანგეთი არის ერთ-ერთი როგორ თქვა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ცივილიზაციის ქვეყანა და საოცარი კულტურის და საოცარი რა ვიცი რომელი სფერო უნდა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი კუთხე ღამის წარმოდგენა რომ დაუშვით ესეთი რამე შეიძლება დატრიალდეს აბსოლუტურად შემაძუნებელია და ამის გარდა ახლა საფრანგეთმა თავისი გლობალისტური რაღაც იდეოლოგიის რაღაც მახინჯი ფორმების გამო ფაქტურად თვითონ საფრანგეთის ისე როგორც გერმანია დააყენეს ფრანგული კულტურის და ეთნოსის აღრევის და განადგურების გზაზე დააყენეს ხო კი ესეც ხომ ვიცით ახლა კიდე პლუს ამას უმატებენ რომ ერთად შეიძლება ატომური დაიწყოს ანუ პრინციპში მაკრონის რიტორიკა ეგ იყო აბსოლუტურად სამხრივი აბსოლუტურად როგორ თქვა ახლა ომის გამღვივებელი ხო უკომპრომისო შეიძლება ბატონო ეს ასე ჩანს მაგრამ სინამდვილეში ეს არის უკრაინელებისთვის რომლებიც იბრძვიან მოტივაციის მიცემა რომ თქვენ უგეშინიათ თუ საჭირო გახდა ჩვენ ატომურ ბომბსაც ვისვრით აბა საზარბაზნე ხორცი ხო სჭირდება იმავე საფრანგეთს იმავე მიზეზებით რაც თქვენ თქვით მას არ შეუძლია თავის დაცვა ის განადგურდება და ამიტომ ახელებს ამით უფრო და უღვევებს ბრძოლის უკრაინას რომ მიდით კი ბატონო ახლა იქ რა განზრახვაა რა მოსაზრება აი რა მართლაც მოსაზრება არის იმაზე რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება კი
ხო აი ეს არის ანუ განზრახვა ხლა ეს თლათ ისინი ხო არ არიან იქ არის შლეგები მთელი გათვლებია რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება და დაიწყება პოლიტიკური პროცესები იქა და ესე იგი ამას მოყვება პუტინის რეჟიმის დამსხრევა და მერე დაიწყება მისი რუსეთის გადანაწილება ასე ვთქვა ეს არის განზრახვა ნუ ხლა ეს განზრახვა შეიძლება რაღაც გარკვეული რაციონალური მარცვალი იყოს ამაში მაგრამ საქმე ისაა რომ რისკი აქ არის 80%-იანი სიტყვაზე ჯერ ერთი ან დაიშლება ან არა ხო ну ჩამოშლის მე ჩამოშლის შედეგად ამას მოყვება კიდე უფრო ექსტრემისტული ისა ხო ძალის მოსვლა ამ შემთხვევაში ექსტრემისტული და ნაციონალისტური ვის ხელში იქნება მე ეს ატომური იარაღი ესეც გასაგებია და ეს სრული სიგიჟეა აქედან გამომდინარე მაგ გათვლა თვითონ მათ არ უნდა უნდოდეთ როგორც თავის დროზე მამაბუშს არ უნდოდა, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინა საწაეღო ის უთვალავი მაშინ იმის მე შემცირდა ეს ატომური არსენალი სამჯერ დაახლოებით და ახლა წარმოვიდგინოთ ახლა რა არის და მაშინ რა იყო ხო აქედან გამომდინარე ეს არის სრული სიგიჟე მართლაც და ეთქვა ისინი ვერ ითვალისწინებენ თვითონ სიტყვის ძალასაც, რიტორიკის ძალას. რიტორიკა ბოლოს ხორციელდება, პოლიტიკურ იმპლემენტირება ხდება, ასე ვთქვათ. და საფრთხის შემცველია. რაც შეეხება უკრაინის ბედს, ну, ძალიან ტრაგიკული სიტუაციაა. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ყოველდღიურად. და ახლა გასაგებია რუსეთის მოლოდინიც აქ. ჩვენ უნდა ობიექტურად ვიყოთ, ანუ ეს არის პროექტების ომი, რუსებს თავის პროექტი, თურქებს თავის პროექტი, ჩინელებს თავის, ამერიკელებს თავისი და ეს არის პროექტების ომი. თურქეთზეც აუცილებლად ვთქვათ რა, ეს ევროპის უსაფრთხოება თურქეთზეა დამოკიდებული, თურქეთის გარეშე ვერ გადაწყდებაო და ევროპელებმა ის გადაყვავეს. რა თქმა უნდა, ესეც არის. რეალურად თურქეთს ყავს მეორე არმია ნატოში. ხო, ახლა ნატოს ბედი კიდე ცალკე თემაა. სოფლიოში მეშვიდე თუ არ ვცდები, ასე იყო რამდენი. ნატოს ბედი კიდე ცალკე თემაა და ჩვენ 78-18 მუხლის კიდე რა ვქნათ, ხო? იმიტომ ნატოს აშკარად ხო ხედავთ რა ისე ხდება, როგორც ასე იგი ვამბობდით. რომ კრიზისი მწვავდება იქ და ეს არ არის სრულიადაც არ არის დაუშვათ რაღაც პროპაგანდა ეს არის რეალობები ხო იმიტომ რომ ის არის ძალიან რთულად შედგენილი ორგანიზაცია ძალიან რთულად და სხვადასხვა კულტურულ და გეოპოლიტიკური ინტერესების შემცველი ესე ვთქვათ ორგანიზაცია და ნელ-ნელა როცა გამოაკლდა უკვე როცა მის ექსპანსიას აღმოსავლეთისკენ აი ეს საფრთხეები შეექმნა და დაიწყო შიგნით ასე ვთქვათ განხეთქილებები ისევ რუსეთს მე შეგაწყვეტინეთ და ყოველ თავისი პროექტი აქვს ობიექტივად უნდა ვთქვათ რუსეთს თავისი ხედვა ამერიკას თავისი ხედვა თურქეთს ნუ ალბათ ბრიტანეთს კი და ბრიტანეთს კი და ბრიტანეთს არ უთქვამს არაფერი ვთქვათ მასაც აგვირთული არ არის ხო ბრიტანეთს როგორ არ უთქვამს ბრიტანეთიც არის ამ ბრიტანეთი არის მაგრამ ეხლა მე ჩემს ბირთვული არახს მოვახმარ ევროკავშირის დაცვასო ესეთი განცხადება აი მაკრონივით არა პირდაპირ დახმარება განცხადება არ უთქვამს ნუ მაგრამ ეს არის ფაქტობრივად ერთიანი პოზიცია ხო ძალიან საინტერესო რა არის კიდევ ესენი აპირებდნენ ჩასვლას ვაშინგტონში, უნდა ჩაეყვანათ ამჯერად უკვე კოსტუმში გამოწყობილი ზელენსკი, იმიტომ რომ იმას არ მიიღებდა ეს რა ქვია, მაისურში ტრამპი ცხადია, სტარმერთან და მაკრონთან ერთადაც კი, მაგრამ ტრამპი კვლავ მიდის გამწვავებაზე, ანუ ტრამპისთვის საერთოდ კატეგორიულად მიუღებელია უნდა ვიცოდეთ ჩვენ ეს სტარმერიც და მაკრონიც. ეს მხოლოდ იცავს ის გარკვეულ დონეზე იცავს ეტიკეტს საერთაშორისო ურთიერთობებს, იმიტომ არსებობს ინერცია, ხო, იმიტომ რომ ახლა ეს ერთი ბლოკი იყო და ერთი კულტურა, ცივილიზაცია, ხო. მაგრამ ის ვერ იტანს საერთოდ დასანახავად სტარმერს, რატომ? იმიტომ რომ სტარმერი არის, ნუ აი ანტიტრამპისტი იმ დონეზე, რომ დაუშვათ ბრიტანელი სპეციალისტების არჩევნების წინ იქ იყვნენ ამერიკაში სხვათა შორის და ანტიტრამპულს, ანუ ამაგას წინააღმდეგ შრომობდნენ თავდაუზოგავად და ეს ყველას ცნობილია. ასევე აი და კიდევ რატომ იყო ეს საშინლად გამწვავებული სიტუაცია, რომ მანამ ჩავიდოდა პადუსემული ზელენსკი, ესე იგი, ვაშინგტონში. ის
კარგად იქნა დარიგებული და ინსტრუქტირებული სწორედ ტრასტარმერის მაკრონის მიერ და მე ამერიკაში ჩავიდა შეხვდა იქ დემოკრატებს და იქაც ესე იგი შესაბამისად მას ჩაუტარეს სათანადო ესე იგი ინსტრუქციები და არა მარტო ჩაცმულობაში იყო იქ საქმე და მის გარდა კვლავ ის გამოცოცხლება ესე იგი ტრამპის კრასნოვობის და პუტინის აგენტობის სწორედ უკრაინიდან იქნა დაფინანსებული როგორც წყაროები უწყებიან ყოველ შემთხვევაში ასეთი გავრცელდა შტატებში არ ვიცი ეს მართალია თუ არა ისევ ამერიკელების ფულს იხდიდნენ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ აი ესეთი ასე ვთქვათ დეზინფორმაციის აგორებით და ახლა ეს Russia Gate მოგეხსენებთ მთელი 4 წელი ხო გვახსოვს Russia Gate და სულ მაღაზე იყო ლაპარაკი და ეხლა აპირებდნენ ხელახლა და დაიწყეს კიდევაც აგერ ჩვენთან მაგალითად ხო ნახეთ კრასნოვი რაღაცებს რო იძახიან ჩვენი საოცარი ხალხი ნუ რადონის მართლა უნდა კონდეს ტვინი შეზღუდული რომ წარმოიდგინო რომ შეერთებული შტატებს აირჩია ორჯერ სადაც 17 უმძლავრესი ეს არის რა ქვია სადაზვერვო ორგანიზაცია და სადაც ყველაფერი ხელის გულზე ვერაფერს ვერ დამალავ, რომ თურმე ესე იგი ტრამპი და მთელი მისი ადმინისტრაცია პუტინის აგენტები ან იმასაც ვერ ხვდებიან როგორი უძლეველობის ნიშას აკავებინებენ პუტინს ამით, რომ პუტინი ისეთი ტიპია რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს ნიშნავს თავის აგენტად. ხო, ნუ არა მარტო პრეზიდენტი, ადმინისტრაცია. ადმინისტრაცია. და ეს იცის ტაბლიაშვილო, მაგრამ არ იცის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველო და საბუთები ვერ შექმნა, დიახ. ნუ აი ესეთი უნდა მიიწვიან. და თანაც ამ ხალხს ესე იგი მასშტაბების წარმოდგენა არ აქვს, რა არის შეერთებული შტატები, ესე გლობალური იმპერია, უზარმაზარი ძალმოსილების, წარმოუდგენლად დიდი ის არის რა ქვია, სისტემა და როგორ წარმოუდგენია ხა რუსეთის სიტუაციას შეერთებულ შტატებში წლებს 300 რაღაც 50 თუ რა 370 რაღაც ესეთი მილიონი ადამიანი და მატულობს და რუსეთში კიდე 140 მილიონი ჯერ ერთი მე ახლა შეერთებულ შტატების ეკონომიკა სად რუსეთს ცნობისთვის ერთ-ერთი რა თქვეს რომ ეს რა ქვია ჩვენი ხედვები ემთხვევაო ხედვები რა შეემთხვევა რომ რუსეთი არ გადავიდა სამობილიზაციო ეკონომიკაზე რუსული ეკონომიკა და რუსული იგივე ცენტრალური ბანკი რუსეთის რა დოლარის რა გავიდა საიდანღაც იგივე იმ სისტემაშივე დარჩა რუსეთს არ გამოუცხადებია ომი რუსეთი ესე იგი მიუხედავად ამ პარადოქსია ხო მაგრამ ომი არ გამოუცხადებია ისე ესვეოს უძახის ანუ შეზღუდული სამხედრო ოპერაცია დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით ხო ეს შემთხვევით კი არ არის ეს რუსეთმა ჩვენთან იყო იძულება მშვიდობისთვის რაღაც აი ძალიან საინტერესო სახელწოდებებს იგონებს ხოლმე ხო და ეხლა რომ მიმდინარეობს აი ეს საუბარი იმის შესახებ რომ სანქციებს მოიხსნება და სხვათა შორის ახლა იმართება რუსეთში ერთ თვეში თუ არ ვცდები იმ ფირმების დაბრუნება იმ კომპანიების ეს რეალურია ეს ამბავი კი ახლა ის არის დანიშნო 5000 კომპანია აპირებს ისევ რუსეთისკენ ესე იგი თავის კაპიტალების მიმართვას ანუ ეს პოლიტიკა რამდენად გამოუვა ტრამპს სხვა საკითხია იმიტომ რომ ძალიან ძლავრ ძალებს დაუპირისპირდა ხომ საუბარი მიდის პირველ რიგში შიდა ამერიკულ გარჩევებზე უნდა გვესმოდეს რომ ამერიკაში გარჩევა რაღაცის როცა ეს უზარმაზარი ძალმოსილების ფინანსური და პოლიტიკური და ყველანაირი ძალები ეტაკება ერთმანეთს იქ თავის შეყოფა ნებისმიერი ქვეყნისთვის დამღუპველია იმიტომ ვიჯახდა ის კისინჯერი რომ ესე იგი ამერიკასთან მეგობრობა მტრობა საშიშიაო და მეგობრობა სასიკვდილოა რომ როდესაც ერთ ძალას ებხრობი ხარ და ორივეს ვერ მიეხრობი დაპირისპირებული იქ მეორე კი პირისპირდება და იქ ორი სენატორი რო ჭუბობს აფრიკაში 2 მილიონი კაცი იხოცებაო ჭუბობს და კამათობს აი ეგეთ სიტუაცია და ამიტომ არის რომ ჩვენ როგორ არ უნდა პოზიციონირებდეთ ისე როგორც უკრაინა ხო რომელმაც ახლა აიღო ეგერ ზელენსკი პირდაპირ ბაიდენის კურსი ხომ ვიცით ხო და შედეგი რა არის შედეგი არის რომ ეხლა სადაზვერვო ინფორმაცია აღარ აწვდიან და ცოტა ჩვენ საზოგადოებაში კიდევ ის პრობლემაც არის რომ ჩვენებს ომი ისევ გონიათ მე ხშირად ვიმეორებ ხომ და სპეციალურად ვიმეორებ
ისტორიის სახელმძღვანელოებში ან წიგნებში წავიდეთ ხმალ და ხმალ ბრძოლა. ხო, გიორგი სააკაძელოა გადაღებული ხო? და ეს თანამედროვე ომი აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის და ჩვენ ამ ომის შანსი არ გვაქვს. არა, ჩვენ რა ომის შანსი უნდა გქონდეს? და ეს ჩვენთან არ ესმიდა, რატომ არ ესმით? განსაკუთრებით სხვათა შორის მაოცებენ ჩვენი ესეთი პროუკრაინელი კი არა, რა დავარქვა ამას. მილიტარისტი ქალები. ეს არის სხვადასხვა პირდაპირონები ყოველას შვილი და ქმარი გაუშვან თუ ასე შეესწავლეთ. არა, სამწუხაროდ ესე იგი ესენი ახლა სრულ ჰეროიზმით არიან გატაცებული, რომლითაც იგივე ზელენსკი. შეიძლება ახალგაზრდობაში ბევრი რომანტიკა. არა, ეს გასაგებია რა სუბლიმაცია და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ეს მათი პიროვნული პრობლემებია და არ ვერევი მაგაში სამწუხაროდ არის ესეთი პრობლემები, ხომ, ფსიქოლოგიური, მაგრამ როდესაც ეს გადაიქცევა, გადადის უკვე იმაში მასობრივ შიზოფრენიაში და დიხატომია გადადის მანიის სტადიაში უკვე, იგულისხმება რომ ეს პრივატიზაცია რო გაუკეთეს, იქით 64-ია, იქით ესე იგი ჯოჯოხეთია და აქეთ ეს რაღაც ღვთაებრივი არსებები არიან, აქეთ სატანისტური და ესე იგი თან დანარჩენ მსოფლიოს რო ვერ ხედავენ და აბავენ მთელ მსოფლიოს ამას, ხო? და იქიდან სადღაც ვიღაცა იქ შეეკრა ეშმაკსა, განუდგა ესე იგი ტრამპი და შეეკრა პუტინის აგენტია და ტრამპს მოღალატეს უძახიან, წარმოიდგინეთ ახლა ჩვენთან საქართველოში ტრამპს უძახიან ვიღაცის მოღალატეს და ეს გავრცელებულია, გესმით? აი ეს საოცარი სიგიჟე, ნუ გავრცელდა ახლა ეს როგორ გინდა ახლა ამ ვირუსს ებრძოლო, მაგრამ ამ ვირუსს ებრძოლო რა ამას უჭირდება ძალიან სერიოზული ესე კი ნარატივების შექმნა, არა აგრესიული კონტრნარატივების, არამედ ახსნითი ხასიათის, რომ ეს ღუზირების შედეგად, ანუ ანკორინგის შედეგად, ესე იგი სამწუხაროდ დაზიანებული ჩვენ თანამოქალაქეების, ანუ ეს არის ნარატიული ჭურვების შედეგად მიღებული, ესე იგი ტრილობები, დაზიანებები, ესენი კვინის შერყევები და რა თქმა უნდა, ამას კურნალობა ჭირდება. იმიტომ რომ ეს ნარატივების ომი ის კი არ არის, ნარატივების ომი არის ჩვეულებრივი რეალობა, ამას ზის ძალიან სერიოზული სპეციალისტების ხედან ქმნიან ამ ნარატივებს, რომელიც იწვევენ იგივე ტავისტოკის ინსტიტუტის ერთ დირექტორმა ბრძანა ბატონო ჯერ კიდევ 70-იანი წელი რომელი წელი იყო ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ჩვენ შევქმნით ისეთი სისტემაო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერ საზოგადოებამ მართოთ ყოველგვარი შეიარაღებული ძალების გარეშე. სხვათა შორის ის რომ გაუხარდათ რომ მასკმა რომ გამოაქვეყნა ეს პატრიარქის მოწოდების შემდეგ და აი იცის რა ხელოვნურ ინტელექტს რა არის საზოგადო გზნობიარე თემა, შემდეგ როგორ უნდა მივმართო და თუ იმ დროს შედიხარ შენი სამიზნე ჯგუფში ემოციებზე მიგაბავენ, ხო რა. ეს ისეთი მარტივია. სულმეკვით მე მაგალითად ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ყოველას ვიცნობ რომ არ დაუჯეროთ, ნუ უჯერებთ მედიას. ნუ უჯერებთ ამ ინფორმაციას კითხო, მე რა რო წაიკითხე, მე რო შენი თვალით ნახე. ყოველთვის გაანალიზე. ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით ინტერპრეტაციაა მთავარი. რა თქმა უნდა, რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვიტოთ და დაგველოდეთ, მალე დავბრუნდებით. ვიყავით ეში ვუნდებით გამოდით საუბარს და ძალიან საინტერესო საუბარს ჩვენ სტუმართან ერთად და 90 დღიან დაპაუზებაზე, აი ამისი მიზანი რა არის და რატომ ჯის ამ უკრაინელებს ბოლოს უკრაინელებმა რაც გააკეთეს 50-50-ზე ესეთი ვარიანტი ავიღოთ შუალედური. ეს ხო ამერიკელების და უკრაინელების გადაწყვეტილება იყო პასუხისმგებლობის მხრივ რა. ანუ რაც მოხდა ამერიკელების და ევროპელების. ნუ ამერიკელების და ევროპელების ხო რატომ ახლა ევროპას საერთოდ ჩამოვწერე მე დიდი ბოდიში ევროპას. ამერიკის დასავლეთის ასე ვთქვათ. კი ბატონო, დასავლეთის ასე ვთქვათ და გამოდის რომ უნდა კი ევროპელებსაც ჯის და ჯის უკრაინელებსაც, ხო, ასე გამოდის და სხვათა შორის მე მაქვს ასეთი ვერსიის დონეზე. რადგან აი ეს თქვენ ბრძანეთ რომ რა იყო მიზანი და ეს ვერ მოხერხდა ამ მიზნის მიღწევა. სიტუაციიდან გამოსავლისთვის ტრამპი ამერიკისთვისაც მისწრება. აი თუნდაც იმიტომ რომ აი ეს ბირთვული ომი. ამდენად მე რატომაც შეიძლება ვცდები, არ ვიცი. არ მგონია რომ ძალიანაც გააფთრებული იყოს დაპირისპირება ამერიკაში ელიტებს შორის.
მე ესე მგონია, აი თუ აქ ჩემ ვერსიას არსებობის უფლება და 90 დღიანზეც ვილაპარაკოთ. ელიტებს შორის რა თქმა უნდა არსებობს დაპირისპირება, საერთოდ ყოველთვის არსებობს ნებისმიერ სუპერსისტემაში და სუპერსისტემაში ერთებული შტატები უზარმაზარი, აუცილებლად არსებობს წინააღმდეგობა. ყველა მოსაზრება როგორც ბატონი ჰეგელი ამბობდა, რომ მოსაზრება, რომელიც განიხილავს პროცესს წინააღმდეგობის გარეშე არასწორია. ანუ შიდას ნებისმიერ სისტემაში ეს წინააღმდეგობები არსებობს ყველგან. სხვანაირად შეუძლებელია. ესეა მოწყობილი. ამიტომ ახლა იქ რა თქმა უნდა არსებობს წინააღმდეგობა და ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა არსებობს სამკვდრო სასიცოცხლო, მე ვიტყოდი. შტა ტრამპის ხედვა საერთოდ, ანუ მისი გუნდის ხედვა საერთოდ განსხვავდება წინა ადმინისტრაცია, ვისაც წარმოადგენდა იმით ხედვასკენ, იმათ ხედვისგან და ახლა საუბარია რაზე, რომ ახლა გულს ამ სისტემის ფაქტურად ეხებიან გულს. პეთქავ გულს რა არის? ეს არის ფედერალური რეზერვი, ეს არის ფორტ ნოქსი, აგერ ფული, ანუ მარტივად რო ფულის, ანუ ემისიის ცენტრი, გლობალური ემისიის ცენტრი და ფორტ ნოქსი, სადაც ინახება, ნუ როგორც ამბობენ, აღარ ინახება. ხო, აი საინტერესოა. 8000 ტონა ოქრო. მინდა ვნახო, ანუ ეჭვი გამოთქვა ამერიკის პირველმა პირმა და ემზადებიან ინსპექციის ინსპექციისთვის. ეს რა შედეგებს მოიტანს, ხო გვესმის ახლა, რომ ესაც აღმოჩნდეს, რომ ვოლფრამი რაღაცებს იძახიან. და კეშ პატელმა FBI-ის ახალმა შეფმა მიცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ მე ვემზადები ფედერალური რეზერვის ინსპექტირებისათვისო. ფედერალური რეზერვის ინსპექტირება მოყვა ხო რამდენჯერმე ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტის საერთოდ შეთქმულების თეორიებს რო არქმევენ და ასე ხო საიდუმლოდ გაუგებარი დამთხოვით პრეზიდენტი კენედი მაგალითად მას მერე დაიღუპა, რაც განაცხადა, გამოაცხადა თავის განზრახვა იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინისტროს დაებეჭდა დოლარები. ფინანსთა სამინისტროს გადასულიყო და რაც მოხდა, ვიცით. მისი ძმა ასევე რობერტიც დიახ. ხო. და ის მაგიური ტყვია და სირხანის საოცარი განხორციელებული მკვლელობა, რომელსაც უკავშირებენ რობერტ კენედის. გავხსნითო ხო ამ საქმესო ტრამპს? რა ვიცი, თუ გახსნიან, ეგ იმას ნიშნავს, რომ ამას მოყვება თელი ეს კიდევ ერთი ყუთის გახსნა იმის პანდორას, ხო. ასე რომ აი დიდი წინააღმდეგობებია ეს მინდა ვთქვა და 90 დღიანი სწორედ ეს მორატორიუმი უკავშირდება ამას და რატომ უკავშირდება? გლობალისტური აი ამ ერთ-ერთი ის იყო რა ქვია ორგანო იყო ეს USAID, ხო? ამ პოლიტიკის განხორციელებას. USAID-მა რაშუებოდა 50 მილიარდი ქონდა თუ ავსდები ბიუჯეტი და ტრამპმა თავის გამოსვლაში, რომელსაც ისტორიულსაც უწოდებენ, კონგრესში გამოსვლას გულისხმობ, ისაუბრა მოკლე ის აბსურდული პროექტების შესახებ, რომელსაც აფინანსებდა USAID. ხო. იცი როგორ დაიმახსოვრა, სულ ფიქრობდი. არა, იქ ისა ქონდა ხო, ეკრანი ხო. ეკრანი აქვს და სხვათა შორის არ თქვა ყველაფერი. და არც ისეთი მწვავე რაღაცები თქვა, რასაც ელოდნენ. და რას ელოდნენ ეგეც არის, რა გაჟონვები იყო, მიზანმიმართული გაჟონვები, რასაც მოყვა ზელენსკის მონანიება, ხო? იყო საუბარი იმაზე, რომ ტრამპს უნდა ელაპარაკა იმ ფულის რეცხვის მექანიზმებზე და გამოეგდოდიახ და იმ ანგარიშებზე, რომელიც არის. რასაც ახლა მოყვებოდა ძალიან სერიოზული, უკვე მაშინ უნდა ემოქმედა სხვაგვარად, ხომ? მაგრამ ეს გამოიჟონა. არაურიოთ იმასთან, რა ქვია, ბიულეტენ ჩვენ გაშონვასთან, ლიკ ის იყო რა ქვია. და რატო იყო ეს იყო მიზანმიმართული ცხადია, ისეთი ორგანოებიდან წამოვიდა, რომ ფაქტობრივად ეს იყო მუქარა.
ვიტყვით და ამას მოყვა ის რომ სტარმერიც და მაკრონიც ესე იგი უნდა ჩამოსულიყვნენ იმასთან ერთად ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში დღეს ტრამპმა განაცხადა რომ აღარ ჩამოვლენ ანუ უარი განუცხადა მიღებაზე ამის გარდა ტრამპმა უარი განაცხადა იმაზე რომ ხელი მოეწერება ხელშეკრულებას და მას ხელს მოაწეს ზელენსკი იმიტომ რომ ის არის არალეგიტიმური არის ანუ ეს სრული უკვე ხომ ეს უკვე არის სხვა ხარისხზე გადაყვანა ამ პოლიტიკის და თანაც დაიწყეს მოლაპარაკებები ამერიკელებმა ზელენსკის სავარაუდო შემცვლელებთან უკრაინის ოპოზიციაში. ვის დანიშნავენ ოპოზიციად ეგ არ ვიცი. მაგრამ ჩვენ თქვათ ეს სქემა მე მინდა სპეციალურად უკაცრავად რომ გაწყვეტინეთ, მაგრამ მინდა რომ აი მსმენელმა და მაყურებელმა კარგად გააკეთოს აქცენტი, რომ სქემა იგივე რჩება. ტრამპი ეძებს შემცვლელს, მანამდე ბაიდენი ეძებდა. იანუკოვიჩის შემცვლელს. ახლა ტრამპი ეძებს ზელენსკის შემცვლელს. ანუ ეს კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს. კი, რა თქმა უნდა, თუმცა ახლა ტრამპი ფერად რევოლუციას და მაიდანის ხელშემწყობად მესმის, მაგრამ დამოკიდებულება არის ესეთი. რა თქმა უნდა, ნუ მას როცა შენ მისცემ საშუალებას, რომ შენი ბედით ითამაშონ. კი ბატონო, ზუსტად ესეა. და ახლა რაც შეეხება ბაიდენის შემცვლელს, ახლა იქ საუბარი როგორ უნდა ზელენსკის როგორ უნდა შეცვალონ ზელენსკი ძალიან რთულია ეს. მე არა ვარ დარწმუნებული რომ დაუშვათ ეს გამოვა ზუსტად ისე როგორც ტრამპს უნდა და საერთოდ როგორც ტრამპს უნდა, ბევრი რაღაცა შეიძლება არ გამოვიდეს. იმიტომ რომ ეს კარგიც იქნება სხვათა შორის. ხო, გააჩნია როგორი კუთხით შევხედავთ, მაგრამ ტრამპი ახლა რა უნდა ტრამპს რა თქვა, ვიღაცებს ეგონათ საქვისაურე მე სხვათა შორის ამის შესახებ, ადრე რომ რაღაც ლირიკა იყო და ტრამპისთვის დამახასიათებელი რაღაც ეს ბაკიბუქი, როგორც ასე ამბობენ, თუმცა ეს ბაკიბუქობს სრულად გათვლილად სხვათა შორის ძალიან სერიოზული ისა აქ მაგას აი როგორ თქვა კაცი ორჯერ ვერ გაკოტრდებოდა და იქიდან შემდეგ არა ძალიან სერიოზული манипуляტორია ტრამპი რასაც ამბობს ტყილა არ ამბობს იმის უკან ხო მას იმის პოკერს კარგად თამაშობს და იქაც ახსენა ხო კარტები კოზირი არა გაქო ანუ ეს არ არის ის როგორც თავს აჩვენებს ხოლმე და რაღაც უნდა ხოლმე რომ აი ხალხზე ითამაშოს რომ ეს ჩვენი ძმა ჩვენიანია ეს ძალიან რთული პერსონაჟია იმის რა ქვია შთამომავლობით მილიონების ოჯახშია და სხვათა შორის ვინც მას იცნობს ძალიან სხვათა შორის ნაკითხი ადამიანიც არის კარგად იცის ნუ ისეთი განათლებული კაცად მოიხსენიებენ ჩემთვის ძალიან ისეთი ავტორიტეტული ადამიანებს სხვათა შორის მე ტრამპთან არ მისაუბრია არ მომეცა საშუალება და რა ვქნა იმედია მოგვეცემა ხო და აქედან გამომდინარე ხა ტრამპი რასაც აპირებს ბევრი წინააღმდეგობები შეხვდება ძალიან ბევრი წინააღმდეგობები შეიძლება ახლა ეს აფრენისაც ჩამოაგდონ იმიტომ ძალიან მძლავრ-ძალებს დაუპირისპირდა, უმძლავრეს აი. მაგრამ მას გათვლილი ექნება ეს. და ვენსის კანდიდატურაც აქვს გათვლილი. საქმე იმაშია რომ აქ ორმაგი არასდროს იმას კი გათვლილი, ამათაც აქვს გათვლილი და ერთ-ერთი საკითხი რომელზეც აპირებენ ტრამპისთვის დარტყმების მიყენებას ეს უკრაინაა. და ესე იგი ეს უკრაინა და მას რუსეთის მარიონეტად კვლავ დაიწყეს ეს პოზიცია. ანუ ის თემა რომ არსებობს ანტირუსული აშკარად განწყობები, იმიტომ რომ ეს ძვლებში აქვთ ამერიკელებს, იმიტომ რომ ატომური საფრთხის ქვეშ ცხოვრობდნენ ამდენი ხანი და თავამტერი ეს აქვთ ეს ანტიამერიკული იგივე. შესაბამისად ეს ღალატში ბრალდება და ასე შემდეგ. საკმაოდ ძლავრ ინერციას აიღებს და მით უმეტეს იმ პირობებში როცა ხედავთ დაუშვათ იმას რომ ფაქტობრივად რუსების პირობებზე შეიძლება ეს დამთავრდეს. თუმცა მეორეს მხრივ ახლა არც რუსები არიან დაუშვათ ძალიან დამჯერე მომლაპარაკებლები. გამოვიდა გუშინ ლავროვი და ისაუბრა რა რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ დაუშვებთ იმას რომ ვიღაცის ჯარით ჩამოვიდეს აქ მაგისტრის დავიწყეთ ომიო და მოკლედ რომ თქვათ მისი ლოგიკა ახლა მაგისტრის დავიწყეთ ომი რომ გადაგვეწია იქ რიაბკოვის ულტიმატუმი ხო გვაქვს რაზეც მოვილაპარაკეთ ნატოს გაფართოება შეწყდება ხო
ანუ ის შედეგები აღმოიფხვრასო და მაგისთვის დავიწყეთ ომი და ახლა უკრაინაში რომ ფრანგი ჯარისკაცები და ბრიტანელი ჯარისკაცები განლაგდნენ, ეგ ახლა ხო, მაგრამ როგორ უნდა განლაგდნენ იქ ეს ჯარისკაცები, როცა არ იქნება და ამერიკის უსაფრთხოების გარანტიები, ეს გაუგებარია, მაგრამ ისიც გაუგებარია, რას ნიშნავს ამერიკის უსაფრთხოების გარანტიები და ატომური ომი უნდა დაიწყოს, ხო, დაუშვათ რას ნიშნავს. განლაგდნენ ეს ევროპული ჯარები იქ, თან რუსეთის თანხმობის გარეშე, რუსეთმა დაარტყა და მე ამერიკელებმა ატომური ბომბი უნდა ესრულონ. დაბომბონ, ანუ როგორც დაუშვათ ეს მოხდა სერბიაში სხვათა შორის რა, სერბიაში ეგრე მოხდა. ამერიკელები არ ერეოდნენ, განლაგდნენ იქ ბრიტანული, ფრანგული და სხვა გერმანული ძალები, დაიწყეს დაბომბვა იქ სერბული პოზიციების, მე ამათმაც დაბომბეს და მე ამერიკელები ჩაერიან. აი ესე მოხდა. ანუ ჩარიგეს. კი, აი ევროკავშირი ძალიან საინტერესო პოზიცია აქვს, აი ჩვენ სეპარატისტებს გვანან აფხაზებს ძალიან. ესე იგი უკრაინა იომებს მათი უსაფრთხოებისთვის, ამერიკა ფულს გადაიხდის და არჩენს და ისინი ცხოვრობენ კომფორტულად. და თქვა ჭკუას დაარიგებენ ჩვენნაირებს მაგალითად ხანდახან ამერიკასაც და სიბზნებს იტყვიან. აი ძალიან საინტერესო პარაზიტიზმია ეს ჩემი აზრით. ხო, ახლა ტრამპმა თქვა რომ ევროკავშირი შეიქმნაო ამერიკის წინააღმდეგო. ტრამპის სიტყვას რატომ თქვა ახლა ეს? ჩვენ გვწველიანო ფაქტიურად ვეგენიო რა. რატო ამბობს ახლა? იმიტომ რომ დაახლოებით ევროპის პროფიციტი ამერიკასთან ვაჭრობაში ემთხვევა ევროპის დეფიციტს ჩინეთთან ვაჭრობაში. ანუ ერთგვარისებ თვალსაზრდის როლს ასრულებს. ანუ ეს ტრამპი აპირებს რომ დაკეტოს ეს და თავისი ფულით დაკეტოს ეს თვალსაზრდი. ტრამპი რას აპირებს? ტრამპს უნდა მთელი ფინანსური, ტექნოლოგიური სიმძლავრეები გადმოიტანოს ამერიკაში, რომ შექმნას მისგან კვლავ გაზარდოს მისი წილი მსოფლიო ეკონომიკაში და შექმნას ამერიკისგან ძიდიადე, great again, ეს ხო, ეს უნდა. ახლა 500 მილიარდი ხელოვნური ინტელექტის დებენ ფულს, ხელოვნური ინტელექტის ინვესტირებაზე კატასტროფა უზარმაზარი პროექტი 100 მილიარდს დებენ კიდე იმაში რა ქვია ჩიპების წარმოებაში არიზონაში უნდა გააკეთონ ჩიპები ის ზემძლავრი ჩიპები TSLT რო არის კომპანია მონოპოლისტი ფაქტიურად ჩიპების წარმოების ტაივანური ის მასთან ერთად იქნება პროექტი, სადაც ამერიკელებმა უნდა აწარმოონ 40% გლობალურ ნახევარგამტარების. ნუ წარმოვიდგინოთ ახლა რა. 100 მილიარდი დოლარი იდება ამაში. და კიდე უზარმაზარი ფული დაიძრა ამერიკისკენ, იმიტომ რომ ყველანაირ შეღავათებს პირდება მათ ტრამპი, პირდება იმას, რომ ეს ბიუროკრატიული ისინი მოიხსნება და ასე შემდეგ. ანუ ის აპირებს ამერიკის და უნდა ნახოთ იქ სულისკვეთება, ხო, ნახეთ კონგრესში. კი, როგორ ნახე. 76%. ეგ იყო 76 ზოგი 78-საც ამბობს, ვინც უყურა მის გამოსვლას 76-78-80%-მდე ადის, ესე იგი ფაქტიურად მოწონება ამის. და მარგინალიზაცია განიცადეს ამ გამოსვლის შედეგად ესენი იჯდნენ ეს დემოკრატები ერთი საერთოდ ყვიროდა და გააძევეს და მხოლოდ ერთი დემოკრატი უკრავდა ტაშს ხო ანუ ესეთი ის არის ხა ამერიკაში ესეთი ტალღაა ახლა ტრამპს არ უნდა რომ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში იმგვარად რომ მთელი ეს ტალღა ასე ვთქვათ გადაიქცეს მთელი ჩაშალოს ეს თავისი ასე ვთქვათ ლევამოსილის სვლა როგორც ახლა გამოიყურება ხო ეს და ზუსტად იქ უგებენ ხაფანგს ამიტომ ახლა მისი განწყობები გასაგებია ხო მაგრამ ისიც არ უნდა რომ დაუშვათ ამას დაერქვას რუსეთის გამარჯვება აი ეს არის ახლა აი ამ წინააღმდეგობის მთელი ეს ნიუანსები აქვს ხო რუსებსაც ახლა თავისი ისინი აქვთ რომ არ თავის მოსაზრებები აქვთ ახლა რუსებისთვის ევროპელების განლაგება იქ წარმოუდგენელია რა თქმა უნდა ამავე დროს რუსებისთვის ის ხაზი შორიშორი დაპირისპირების იკაჭერება ძალიან არ უნდათ, იმიტომ რომ კონსტიტუციით მიერთებული აქვს ის 4 რეგიონი და გამოაცხადოს პუტინმა რომ აი მოვიგეთ შეეკითხებია კი მაგრამ სად არის ხერსონი? კი მაგრამ სად არის რა ქვია ზაპოროჟიე? სად არის მაშინ რას ვაკეთებდით ამდენი ხალხი რატომ დაიღუპა? ხო? ეს კითხვები არის, მაგრამ ეს კითხვები ხალხში ხო არის და რუსულ მასია establishment-ში.
ეს კითხვები. ხომ და რატო ამდენი ხანი რატო ამას არ ვაკეთებდით, რატო იმას არ ვაკეთებდით, რატო ხიდები არ ავაფეთქეთ, რატო არ გამოვიყენეთ ის ნელა მიდის ძალიან აი სამხედრო არა ვერ იგებენ ისინი კი წინ მიდიან რა თქმა უნდა მაგრამ როგორც ესეთი რომ დაუშვათ ჯერჯერობით მიეღწიათ რა მიზანიც ჰქონდათ ანუ უკრაინის არმიის ჩამოშლა ხო ამას ვერ აღწევენ იმიტომ რომ ახლა სხვათაშორის მონათესავე ხალხები არიან თითქმის ერთი ხალხია და ერთ თავგანწირვით ეკვეთება ერთნაირი ერთმა უკრაინელმა თქვა სხვათაშორის ისაო რა ქვია ჩვენ და ეგენი ორივე ერთი ჯიშის ვართ მოგვეცი ავტომატ და ტერიტორიის დასაცავე და სანამ არ მოვხდებით დავიცავთო ესეთი ესია ეგენი ეგრე არიან ხო ახლა სიდოროვ პიოტრ ივანოვიჩ არის რუსი და სიდორენკო და უშუალოდ ივან პეტროვიჩი უკრაინელი რა ყავთ ერთ ქვეყანაში გაიზა ერთ ენაზე მეტყველებენ ფაქტიურად და ერთი ეკლესია ჰქონდათ აქამდე მართლმადიდებლები იყვნენ ხო ეს ტრაგედია რა თქმა უნდა ჩვენთვისაც ტრაგედია ცხადია ეს და რაც მალე დამთავრდება მით უკეთესი და არ უნდა გვიხაროდეს ჩვენ და უშუალოდ არც ერთ მხარის ამ შემთხვევაში რაღაცა უნდა მურიგდნენ ეგენი რაღაცნაირად და ასევე ჩვენც რაღაცნაირად უნდა მოვრიგდეთ და ჩვენი ინტერესები განვახორციელოთ თუ დაუშვათ და ეს რეალურია გვაქვს პერსპექტივა გარკვეული მე ვერ ვიტყვი რომ ხა ჩვენ ზოგიერთ ძალიან ოპტიმისტია მაგალითად ზოგი ძალიან პესიმისტი ხომ ჩვენ შანსი გვაქვს რომ არათუ შევინარჩუნოთ სტატუს კვო არამედ აღდგეს ეს ამბავი ჩვენ ტერიტორიული მთლიანობას აღდგეს და რაღაცა ფორმით ოღონ ისე და ჩვენც კონდეს გარკვეული ისეთი ვერსია იმის რაც მოხდა რომელიც არ არის შეურაცხყოფელი დაუშვათ იმ ხალხებისთვის რომელიც ჩვენ ტერიტორიაზე ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ხო ეს არ უნდა იყოს და ეს უნდა გამოვიმუშაოს რომ ბანდერა ეს ხოთის უკრაინის შეურიგებელი ნარატივი არ უნდა ჰქონდეს ტრაგედიაც აი ტრაგედია არ არის რაც მოხდა ხო იგივე ესეთ დაპირისპირება თუნდაც რუსეთთან და ასე სათამაშოია რაღაც ქცევა დასავლეთის ხელში ეს აი ერთიან ცნობიერებას უკავშირდება და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ტერიტორიების აღდგენის დროს განსაკუთრებით აფხაზებთან იმიტომ რომ ოსია ვთქვათ ოსი არ არის აფხაზი ჩვენ აფხაზებთან სხვა ტიპის ისტორიული სახელმწიფოებრივი გამოცდილება გვაქვს ერთ სახელმწიფოში ცხოვრების რომ არ შეიძლება რომ ვიღაც ბანდერა ისე არის ბანდიტი და ვიღაცისთვის ეროვნული გმირი. ან ჩვენ უნდა გვყავდეს საერთო ეროვნული ჩვენ არ გვაქვს ქართველებს ეროვნული ცნობიერების მიღოთ რომ დაშლილი იყო სამეფო სამთავროება რუსთაველი ყველგან რუსთაველია ხო ანუ დავით აღმაშენებელი ყველას მეფეა აქ ეს პრობლემები არ აქვს საქართველოს კუთხებს უკრაინას აქვს და აფხაზებთან ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს მოუნახოთ ჩემთვის ვიღაცთვის ჩემთვის გმირია ოსებთან აფხაზებთან უფრო არა მე ვერ ვიტყოდი ახლა ოსების ვერსია კი იმიტომ რომ აფხაზეთი მე ცოტა სხვადასხვანაირი მიდგომა მაქვს ჩემს ახლა ჩემი მიდგომას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ბუნებრივი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტას მაგრამ ნუ ახლა ერთი ადამიანი ვარ მე და მაქვს ეს კონსტიტუციური უფლება ჩვენ არ უნდა გქონდეს არავითარ შემთხვევაში აი ესეთი ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ იმას იმ პრობლემებს რომელიც გვაქვს და იმ პერსპექტივებს რომელიც ამ პრობლემების გაუთვალისწინებლობის შედეგად შეიძლება დადგეს. მე სხვათაშორის აფხაზებთან მაინცინა გადაცემაშიც თქვი გუშინდელში ან ისეთი მჭიდრო ხო ნუ მჭიდრო ქვია ამას თუმცა არა ისეთი მეგობრული მაგრამ ნუ საქმიანი მჭიდრო ურთიერთობა და ყოველს ფიქრობდი ხომ აი წლების განმავლობაში ვფიქრობდი მე ძალიან ადვილად ვცნობდი ვინ იბრძოდა იმიტომ ჩვენებს მობრძოლებს გვანანძ სულ მეკითხებდა როგორ ხვდებიო ხვდები იმიტომ რომ აი ურთიერთობით უფრო კარგები არიან რა ვიდრე ისინი ცნობდი მაშინვე ცნობდი და მე აი იყო რამდენობის დახეიბრებული იყო თქვა იწვა და აი სულ ფიქრობდი აი რა უნდა მოვძებნოთ ჩვენ რომ ჩვენ მხარესაც ხო არიან ასეთები და ის ფიქრობს ახლა რომ მაშინ მე ტყუილა დავხეიბდი ჩემი მეგობარი ტყუილა მოკვდა რა თქმა უნდა ფიქრობს კაცო სისხლი ისეთი რამეა ერთად რომ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია აი ჩვენ აი ეს მოვძებნოთ რაღაცნაირად ალბათ მოვძებნით ალბათ ახლა დროხში შემთხვევაში ამის კურნალი არის მაგრამ ხშირად არა მოდი ესე ვთქვათ და ამის გარდა ჩვენ უნდა საერთოდ არ კურნავს მე მგონი ჭრილობებს უბრალოდ ეგუები ხო ეგუები კი ბატონო და მან და არის ის რომ ჩვენ უნდა იდენტიფიცირება მოვახდინოთ იმ ძალების რომლებიც მაგალითად
სტიმულირებას უკეთებენ ამ შეურიგებელ მიდგომებს. ანუ ისეთ მიდგომებს, რომელიც გაზიარების შემთხვევაში ომი აუცილებელი ხდება. ამან გამოიწვია ის ომიც, გვახსოვს ჩვენ როგორც და ახლა რაც მიმდინარეობს ის ომიც და აი ეს ჩვენ თუ ავმაღლდებით ცოტა ამ ამბებზე და მეცივზნეს გამოვიჩენთ შანსი გაგვიჩნდება ამისი, რომ დაუშვათ ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ და ეს ქვეყანა არ უნდა იყოს დაუშვათ მტრული ვერ გაერთიანდება სხვანაირად, ხო? ამ მტრულ რატო უჭირს რუსეთს იგივე და რატო უნდა დანარჩენ ტერიტორიების დაყრობა უკრაინაში? როგორ შეიძლება იცხოვოს შემოიყვანოს შენ ხალხი, ვისაც არ უნდიხარ? რა თქმა უნდა, ღარბის გადაყლაპვა იყო, იმან სტალინმა რომ მოიერთა გალიცია, მაგალითად ეხლაც აყვედურობენ, თუმცა სხვაგან ერთმანეთს როგორ უნდა გაეკეთებინა ეს. რაში ჭირდება? ეს ადამიანი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ შეიძლება სულ ის მას ხო არ გეყოლება პოლიციური ან სამხედრო დიქტატურის ქვეშ. რომ ვერ გაინძრნენ. ნუ ეს მიდის გენოციდისკენ მე. მაშინ ამოგწყვით, რა თქმა უნდა. გენოციდისკენ მიდის და ჯერეთი არც შენი გენოციდი უნდა არ უნდა მოანდომო, არავის შენი უდინოქსები და არც სხვას გაუწიო ამის სტიმულირება და შესაბამისად აი ეს არის თავარი საზოგადოებრივი აზრის მომზადება, იმიტომ რომ ყველაფერი ბოლო-ბოლო იწონება. რასაც დასთეს იმას მოიმკიდა. ხა ჩვენ თუ მტრობას და იმას გავაფრქვევთ სამყაროში. მოიმკით ისე სიცხს არ არის პრობლემა, რა თქმა უნდა. დიახ, ხო და იმიტომ არის რომ ეს დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის კეთილგანწყობას და თითოეული ადამიანის ჯანსაღადროვნებას და აი ეს ადამიანები ვინც აი ესე არიან აგრესიულად განწყობილი როგორც თავის თანამოქალაქეების მიმართ ისე დაუშვათ სხვების მიმართ იმის მიუხედავად რომ დაუშვათ არა აქვთ ამ აგრესიის განხორციელების ლოგიკური შესაძლებლობები ხო ლოგიკურად არა აქვთ იმის მიუხედავად მაინც იმიტომ რომ აგრესორი ხშირად დაუშვათ რაღაც ძალებს ფლობს რომელიც მის აგრესიის რეალიზაციის საშუალებას იძლევა თუმცა ეს ცუდია და ბოლოს ბრუნდება მის წინააღმდეგ აგრესორი რომელსაც თავისი აგრესიის განხორციელების არანაირი შანსი არ აქვს და მაინც რჩება აგრესიულად ეს უკვე ისტერიკა და შიზოფრენიაა და სამწუხაროდ ეს ხშირად ხდება ჩვენ როგორც შიდა პოლიტიკაში ისე გარე მიდგომებშიც აი ეს უნდა რამენაირად აღმოფხვრათ ჩვენთან და ამას ჭირდება მუშაობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ აი ამ ნარატივების ომის შედეგად ნარატიული ბომბების შედეგად კანტუზირებული და დაჭრილი ესე იგი ნამსხვრევებით დაჭრილი ჩვენი ბევრი თანამოქალაქის ესე იგი განკურნება აუცილებელი იმიტომ რომ რაღაც საშინელებებს უყურებთ მე მაგალითად რომელიც მიდის რისკენ რომ გამოიყვან დედუქციურად შედეგებს სუიციდია ანუ ამას განადგურების მექანიზმი აი ეს რო გავაკეთოთ მე რა მოხდება თუ არ აფეთქდა ამ ჟელობის პროცესში ანუ ანკორინგის თუ არ აფეთქ ისტერიკა იმართებათ ხოლმე ეს შეპრობილობის ამბავია იგივე შეპრობილობა მე ესე იგი მიდიხარ აუცილებლად ამ ლოგიკური იმით რომ უნდა განადგურდე ხო ესეა რა ამისკენ მიისწრაფოდნენ ზოგი აგენტი და ზოგი აგენტისგან ასე ვთქვათ დამუშავებული დიახ და ბატონო მაინც იქ მინდა მოვამგვალოთ ჩვენის თემა რაზეც დავიწყეთ საუბარი ეხა ერიაში ისე საუდის არაბეთში ისე მიდის მოლაპარაკებები სამუშაო არ ჩერდება ეგა კი ბატონო რუსეთის ამერიკის შეერთებათა და ჩინეთიც ჩინეთიც არის ჩართული ისინი მუშაობენ და ევროკავშირი, ევროპის ქვეყნები არ დარჩენ თამაში, ესეთ დემონსტრაციული, ხა ევროპას რაღაც უნდა ერთიც მგლისკენო რო იტყვიან. რაღაც უნდა გაეკეთებინა რა დიდ ბრიტანეთსაც, ევროკავშირსაც, იმიტომ ეს დემონსტრაციულად ხელის ერთი მოსმით ჩამოაცილეს ამ პროცესს და ფაქტობრივად უთხრეს რომ თქვენ არავინ და არაფერი არ ხართ. ეხლა ამას ჩვენი ზომის სახელმწიფო არ გადაყლაპავდა კაცმა რო თქვეს რაღაცას ყოველ შემთხვევაში იტყოდა და ამ ხრი მე მესმის იგივე მიხედავთ ჩემი არც კეთილგანწყობისა ევროპარლამენტარებისადმი ევროპოლიტიკოსებისადმი ევროკავშირის სახელმწიფოს ლიდერებისადმი უმეტესობისადმი მე მესმის მათი мотиваცია ისინი რატომაც იქცევიან ასე ხო და ეს გასაგებია აბსოლუტურად ისინი ცდილობენ თავისას რატომაც არა მართლაც სირცხვილი ტრაგედია რომ ევროპული ცივილიზაცია იმ დონეზე დაკნინდა კაცობრიობის ერთ-ერთი აკვანი იმ დონეზე დაკნინდა რომ სად არაფრად აგდებენ და გასაგებია იმედია რომ ისინი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ამ ჩიხს როგორც შესაძლებლობას ისე გამოიყენებენ მაგრამ ის ვარიანტიც ხომ არ არის რომ ევროკავშირმა ამ შემთხვევაში უნდა დაამტკიცოს რომ რაღაცა ღირს რომ მას გაუწიონ ანგარიში
კი ბატონო. როგორ უნდა დაამტკიცოს ახლა ევროპა არის დიდი კულტურული მიზიდულობის ცენტრი მთელი მსოფლიოსთვის. ხო ასეა. აი ევროპაში რო ავიღოთ ახლა იგივე სპორტული ისინი ტურნირები. სატარდება ხომ აი ესეთი მაგალითად ევროლიგა, დაუშვათ ევრობასკეტი, ფეხბურთის ლიგა, დაუშვათ სხვა ეს ხო უბრალოდ არ ხდება. ეს ასევე ევროპა არის მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთი ისა ხო, ახლა იგივე დაუშვათ იტალია, საფრანგეთი, იმიტომ უდიდესი ცივილიზაცია. ბრიტანეთის პრინციპში ლონდონი რატომ არა ხო, ბრიტანეთი არ არის ამ შემთხვევაში. ევროკავშირი უბრალოდ ეს არის ფორმა, რომელიც სამწუხაროდ დაავადმყოფა ამ მახინჯმა აბსოლუტურად წარმოუდგენლად მახინჯმა ლიბერალურ ტროცკისტულმა იმან იდეოლოგიამ და ამ სოროსის იმან ქვია სელექციამ პოლიტიკოსების და საერთოდ ამ უარყოფითმა სელექციამ ეს გზელ შორს წაგვიყვანს და საოცარ რაღაცებს უყურებთ და ვისმენთ ახლა ხო ძალიან მაგონებს ეს საბჭოთა კავშირის დროს ბოლოს იმისი რა ქვია გენერალური მდივნები ერთმანეთს რო ცვლიდნენ ხო რაღაც მარადში რო გადავიდა ეს ხო მიუხედავად იმისა, თითქოს ობიექტური პირობები იმის დანგრევის არ არსებობდა, დავინახეთ რაც მოხდა. იმიტომ რომ ვერ მოახერხა იდეოლოგიური, ვერ მოახერხა ტრანსფორმაცია. რაც მოახერხა ჩინეთმა მაგალითად. ჩინეთმა. ახლა ევროპასთანაც იგივე სიტუაცია გვაქვს ზუსტად და ეს ვერ გამოდიან ამ საოცარი სიგიჟეებისგან, როგორც გენდერები და რაღაც ეს ათმაგი სტანდარტები და რაღაც ეს საოცრად დეგრადირებული მართლაც პოლიტიკური ელიტა თავის პარლამენტთან თავის რასა უიქჩიან და იმამდე რა ქვია კუბილიუსები და რა ვიცი ხალხს აბსოლუტურად ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს საერთოდ ჩამოუნგრიეს ევროპის ესე იგი სიმპათიები რომელიც ასეთი დიდია კიდევ კარგი წაკითხული მაქვს ბევრი ევროპელი ფილოსოფოსების და ევროპელი კლასიკოსების და ანუ იმას მეჭიდები მე ამიტომ ჩვენი ამოცანა ჩვენ რა უნდა გვინდოდეს ხო ჩვენ უნდა გვინდოდეს ის ევროპის მიმართულება ხო სიგიჟე და სისულელეა მაგრამ ჩვენ იმასაც უნდა ვხედავდეთ რა გადაიქცა ეს პოლიტიკური გაერთიანება სუპერგაერთიანება ევროკავშირის სახით და აქედან გამომდინარე ეს უნდა იყოს ჩვენი ასე ვთქვათ პოზიცია ხო პრინციპში დაახლოებით ეს იგივე პოზიცია გვაქვს იგივე პოზიცია არის საგარეო ვექტორი ასეთია ხო და ღმერთმა ქნას რომ უნდა უსურვოთ ახლა ქართულს რომ მოიცილონ ეს საოცარი ურსულა ფონ დერ ლაიენები და სხვა კიდე ასე ვთქვათ უძლური დიქტატურა აი რაღაც ახლა რაღაც უძლური კოლონიალიზმი დავარქვათ შეიძლება ასე ვთქვათ რასაც ახლა ებრძვის აქეთ ამ მხრიდან ესე იგი ტრამპი იქით ამ მხრიდან ახლა პუტინი და ასე შემდეგ და ამგვარები ხო? ანუ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ჯანმრთელი ახლა რაც არ უნდა მოგწონდეს დაუშვათ ევროპული კულტურის მიღწევები ეს არ უნდა გახდეს იმის საფუძველი რომ ის სახელგანთქმული ჩუტლაშვილი რო არის რა ქვია ეს ერთ-ერთი ესეთი რო თქვა რომ რა ქვია დავით ჩუტლაშვილი თუ არ ვცდები რომ თქვა რომ თუ ევროკავშირში შესაძლოა საჭირო გახდება რომ მე გავხდე გეიო მაშინ მე გავხდები გეიო აი ეს განწყობა და აი ეს საოცარი დეკლარაცია ну ეს არის ახალი ჯორდანო ბრუნო ყავს ასეთი საუბრა გაწირა ყველაზე უფრო მთავარი ესე არა ისე თქვა ეხლა თუ საჭირო იქნება მოუკვდე მე მოუკვდებიო გავიგე სიცოცხლეში ეს მიაჩნია რომ შეიძლება საოცარი რამ არის საოცარი განცხადება ეს არის ეპოქის სულის განსაზღვრება კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ბატონო ძალიან საინტერესო საუბრისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს ჩვენ თვითონ მშვიდობები და შევხვდებით მომავალ პარასკევს 14 საათზე და 10 წუთზე იმ მომავალ ხუთშაბათს კალათბურთია ნახვამდის